დედამიწაზე არის ადგილი, რომელიც იმდენად ღრმა, რომ თუ იქ ევერესტის მთას ჩავაგდებთ, მისი მწვერვალიც კი 2 კილომეტრზე ღრმად წყლის ქვეშ იქნება. დღეს მარიანას ღრმულზე ვისაუბრებთ. ეს არის უცნაური და მაღალწნევიანი ადგილი ჩვენს პლანეტაზე. იქ შეიძლება ვიპოვოთ უცნაური არსებები, სამხედრო საიდუმლოებები და ალბათ ისეთი სიცოცხლის ნიშნებიც, რომლებიც დედამიწიდან არ არის წარმოშობილი. ჩვენ კოსმოსის უფრო მეტი ნაწილი გვაქვს შესწავლილი ვიდრე ოკეანეების. მაშინ რა შეიძლება იმალებოდეს ამ სიღრმეებში? დაწერე კომენტარებში, როგორ ფიქრობ, შეიძლება ასეთ სიღრმეებში სიცოცხლე არსებობდეს თუ არა. ასევე არ დაგაუწყდეს გამოიწერო არხი და გააქტიუროს ზარისხილაკი. დავიწყოთ. მარიანას ღრმული, ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილი, რომლის სიღრმეც 10984 მეტრს აღწევს ზღვის დონიდან ქვემოთ. ეს იმაზე ღრმაა, ვიდრე რომელიმე ცნობილ წყალქვეშა ხომალდს ოდესმე უნახავს. იქ არ არის არც სინათლე, არც სითბო და თითქმის არც სიცოცხლე. ღრმულში წყლის წნევა ზედაპირთ აშედარებით 1100 ჯერ მეტია. თითქოს 50 უზარმაზარი თვითმფრინავი აწვება. ტემპერატურა თითქმის ყინის დონეზეა, დაახლოებით 1-დან 4 ცელსიუსამდე. იქ ყოველთვის ღამეა, მხოლოდ იშვიათად ანათებენ ბრწყინავი ზღვის არსებები. კოსმოსი ოფიციალურად იწყება 100 კილომეტრის სიმაღლეზე და ადამიანი იქ უკვე 600-ზე მეტჯერ ყოფილა. მარიანას ღრმულის ფსკერზე კი მხოლოდ 30-მდე ადამიანი ჩასულა. ეს ადგილი მთვარეზე უფრო მიუწვდომელია. ამ ზღვის სიღრმეს ჰადალის ზონა ეწოდება. სახელწოდება მოდის ბერძნული ქვესკნელის ღმერთ ჰადესიდან და ეს სახელი ნამდვილად შეეფერება. ცივი, ჯომი და უცხო. მაგრამ გაყინული და ძლიერ ზეწოლიანი ადგილი შეიძლება ბუნების ზოგიერთ საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმაროს. ან კიდევ იმაში, თუ რას გვიმზადებს ჩვენი პლანეტის მომავალი. ეს უბრალოდ ღრმული კი არა, ეს არის წარსულის ნაკვალევი. დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილი არ არის ცარიელი, უბრალოდ ჯერ ბოლომდე გვინახავს. მარიანას ღრმულის შიგნით ყველაზე ღრმა წერტილში მდებარეობს ვიწრო ხეობასავით ჩაღრმავება, ჩელენჯერის ღრმული. ეს არის დედამიწის ბუნებრივი რელიეფის ყველაზე ღრმა ადგილი, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მხოლოდ მისი სიღრმე არ არის, არამედ ის თუ როგორ აღმოაჩინეს და რამდენი რამ ჯერ კიდევ უცნობია. 1870-იან წლებში ბრიტანულმა ხომალდმა HMS Challenger-მა პირველად სცადა მისი გაზომვა, უბრალოდ თოკითა და ჩამოსაკიდე ტვირთით. დიახ, მხოლოდ თოკით. მაშინ ტექნოლოგია არ არსებობდა. ისინი უბრალოდ ელოდებოდნენ როდის შეწყვეტდა თოკი ქვევით ცვლას და უკვე მაშინ მიხვდნენ, რომ დაბლა რაღაც უზარმაზარი იმალებოდა. დღეს მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების, სონარების და წყალქვეშა რობოტებისა, ამ ადგილს მაინც მცირედი თვითვცნობთ. მთვარის და მარსის ზედაპირიც კი უფრო დეტალურად არის შესწავლილი ვიდრე ჩვენი ოკეანის ფსკერი. ჩელენჯერის ღრმულის დიდი ნაწილი ჯერაც დაუხარისხებელია. იქ არის ბზარები, რიფები და ქვის ტალახის ვულკანები, რომლებიც ზღვის ფსკერს უცნაური არეული ფორმები დავსებს. თითქოს ეს სხვა სამყაროა და მაინც რამდენიმე ადამიანმა შეძლო ჩელენჯერით ღრმულში ჩასვლა. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო ჯეიმს კამერონი, რომელიც 2012 წელს პირველი გახდა, ვინც იქ მარტო ჩავიდა. მან აღწერა, ეს ადგილი როგორც სრულიად უსახო, უცხო სამყარო, თითქოს მთვარის ზედაპირის მსგავსი, მაგრამ სრულ სიგნალში. მიუხედავად სიგნალისა, მეცნიერებმა იქ დააფიქსირეს უცნაური ბიძგები, ქიმიური ნაკადები და მიკროორგანიზმების დიდი კოლონიების კვალი. ცალუჯრედიანი არსებები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ადგილას, სადაც მზე არასდროს აღწევს. არსებობს მოსაზრება, რომ ღრმული შესაძლოა იმაზე კიდევ უფრო ღრმა იყოს, ვიდრე გვეგონა. ტექტონიკური ფილების გადაადგილება და ტალახის ნალექები ზღვის ფსკერს მუდმივად ცვლის, რაც დღეს ყველაზე ღრმა წერტილია, ხვალ შეიძლება უკვე აღარ იყოს. მეტიც, სონარმა დააფიქსირა უცნობი გაუგებარი ექვები, რომლებიც თითქოს მიუთითებს, რომ ქვიშის ქვეშ კიდევ უფრო ღრმად რაღაც ღრუები ან მოძრავი ობიექტები იმალება. ჩელენჯერის ღრმული უბრალოდ ოკეანის ფსკერი არ არის. ეს შესაძლოა იმედით სავსე კარია, რომელიც გვიხსნის დედამიწის ჯერ კიდევ შეუცნობელ სივრცეებს. მარიანას ღრმულის ფსკერზე ლოგიკით, რომ იმფრინავ სიცოცხლე არ უნდა არსებობდეს. იქ არ არის მზის შუქი, თითქმის არ არის საკვები, სიცივე თითქმის ნულის ტოლია და წნევა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის ქალას ქაღალდივით დაკუჭავდა. თუმცა მიუხედავად ამისა, სიცოცხლე არა მხოლოდ ძლებს, არამედ ყვავის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიების კოლონიები, რომლებიც ღრმულში ქვების შიგნით ცხოვრობენ. ეს მიკროსკოპული არსებები არ საჭიროებენ მზის, სინათლეს ან მცენარეულ საკვებს. ისინი იკვებებიან ქიმიური ნივთიერებებით, როგორიცაა წყალბადი და მეთანი. 2016 წელს მკვლევართა ერთმა ჯგუფმა აღმოაჩინა განსაკუთრებული გამძლეობის მქონე ორგანიზმები, ეგრეთ წოდებული ექსტრემოფილები. მათ გადარჩენა შეუძლიათ ძლიერ გამოსხივებას, ჟანგბადის არქონას და წარმოუდგენელ წნევაშიც კი. ზოგი მათგანი ტალახში იყო ჩაფლული, სხვები ვულკანური ქვების ზედაპირზე და რაც ყველაზე გასაოცარია, ეს მიკრობები არ არიან მძინარე მდგომარეობაში. ისინი აქტიურები არიან.
მრავლდებიან, ერგებიან გარემოს და მოლეკულა ქმნიან საკუთარ პატარა ეკოსისტემას ამ უკიდურეს სიღრმეში. და ეს ყველაფერი არ არის. მკვლევარებმა დააფიქსირეს ნიშნები იმისა, რომ მარიანას ღრმულის ტალახში ორგანული ნახშირბადი იშლება, გამოიყენება და თავიდან ცირკულირდება, მიუხედავად იმისა, რომ მზის შუქი იქიდან 10 კილომეტრით ზემოთაა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ ღრმა სამყაროში სიცოცხლე თავისით იკვებება მზის ენერგიის ნაცვლად ქიმიური ნივთიერებებით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ სიცოცხლე ასეთ პირობებში ცოცხლობს, სიბნელეში, სიჩივეში და უჟანგბადობაში, მაშინ შესაძლებელია, რომ ის არსებობდეს სხვა მსგავს ადგილებშიც. მაგალითად ევროპაზე, ჯუპიტერის მთვარეზე, ან ენცელადზე, სატურნის მთვარეზე, სადაც ოკეანეების სქელი ყინულის ქვეშ არის მოქცეული. ჩელენჯერის ღრმულის ყოველი მიკრობი საუკუნეების განმავლობაში არსებული წარმოდგენების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ადრე ვფიქრობდით, რომ სიცოცხლე მხოლოდ იქ შეიძლებოდა ყოფილიყო, სადაც არის სინათლე, ზომიერი წნევა და კომფორტული ტემპერატურა, მაგრამ ეს პატარა არსებები ცოცხლობენ ისეთ პირობებში, სადაც ყველაფერი წესების საწინააღმდეგოდაა. Everything okay up there? Just a fresh rounded shot. წარმოიდგინე სამყარო, სადაც თევზებს თვალები არ აქვთ, კანი გამჭვირვალეა და ძვლები რბილი როგორც შელე. მარიანას ღრმულში ეს უცნაურობები კი არა ყოველდღიური რეალობა. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო არსება იქ მარიანას ლოკოკინისებრი თევზია, რომელიც პირველად დაახლოებით 8000 მეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს. ის გავს მოჩვენებას რბილი, შეუმჩნევლად მოძრავი, ფრთებივით ლაყუჩებით და გაღებული პირით. მას არ აქვს ქერცლი და მტკიცე ძვლები, რადგან ასეთ სიღრმეში მაგარი ქსოვილები წნევის ქვეშ დაიფრნება. ამიტომ ბუნება მას მიანიჭა ჟელესმაგვარი მოქნილი სხეული, რომელიც წყლის მოძრაობას ადვილად ერგება. არის კიდევ გიგანტური ამფიბოტი, ღრმაწყლოვანი ნათესავი კრაბისა. ეს გამჭვირვალე გარსით დაფარული არსებები 10000 მეტრზე მეტ სიღრმეში ცხოვრობენ. ზოგი სიგრძე 30 სანტიმეტრსაც აღწევს. ბევრად უფრო დიდი ზომის არიან, ვიდრე მეზობელ წყლებში მცხოვრები მათი მსგავსი არსებები. ისინი ტალახიდან იღებენ სპეციალურ გელს, რომელიც შეიცავს ალუმინს. ის ქმნის ბუნებრივ ჯავშანს, შემდეგ კი ეს იცავს მათ ძლიერ წნევაში დაქუცმაცებისგან. მორიგი ბუნების საოცრებაა პოლიქეტური ჭია. მათ სხეულზე აქვთ ბასრი, სამართებელივით ღეროები და ბრწყინავენ სიბნელეში. დიახ, ღრმა წყლებში მრავალი არსება საკუთარ შოქს წარმოქმნის. მზის გარეშე ისინი ანათებენ იმისთვის, რომ მოიზიდონ მსხვერპლი, შეაშინონ მტერი ან კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან. ზოგ შემთხვევაში ეს ბრწყინვალება მოდის სპეციალური ბაქტერიებისგან, რომლებიც მათკანზე ცხოვრობენ. ეს არის სიბნელეში შექმნილი თანაცხოვრების უნიკალური ფორმა. და კიდევ ერთი საოცარი რამ, ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ არსებობს უამრავი მაწყლოვანი არსება, რომელიც ჯერ კიდევ არ გვყავს აღმოჩენილი. თანამედროვე წყალქვეშა კამერები მხოლოდ მცირე უბანს იკვლევენ და ტექნიკური შეზღუდვებიც ბევრია. ამიტომაც ღრმა ზღვის სიცოცხლის 90%-ზე მეტი შესაძლოა ჯერაც უცნობი იყოს. 1997 წელს წყნარ ოკეანეში ღრმა ზღვის ქვეშ მოხდა რაღაც ძალიან ხმამაღალი. ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა სააგენტომ NOAA-მ დააფიქსირა უჩვეულოდ დაბალი სიხშირის ხმა, რომელიც მანამდე არასდროს გაეგონათ. ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ 5000 კილომეტრზე დაშორებულმა ჰიდროფონებმაც კი დაარეგისტრირეს. მას ბლუბი უწოდეს. აი აქედან იწყება საინტერესო ნაწილი. ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგმა იფიქრა შესაძლოა ის მომდინარეობდა უზარმაზარი ზღვის არსებისგან, რომელიც ცის ფერვაშებზე კიდევ უფრო დიდი იყო. სიხშირის სტილი წააგავდა ბუნებრივ ბიოლოგიურ ხმას, მაგრამ არ არსებობს ცნობილი ცოცხალი არსება, რომელსაც მსგავსი სიმძლავრის ხმა შეუძლია წარმოქმნას. ეს ამბავი დროებით ნამდვილ საიდუმლოდ იქცა და მთელი მსოფლიოს წარმოსახვის უნარი გააქტიურა. შემდგომ NOAA-მ ივარაუდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ყინულძვრების შედეგი, როდესაც გიგანტური აისბერგები იზრდება ან ტყდება. თუმცა ყველა არ ეთანხმება ამ ვერსიას. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ხმის წყარო იმაზე ღრმად და თბილ ადგილას იყო, ვიდრე აისბერგის აქტივობა ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ამიტომაც საიდუმლო ბოლომდე დღემდე არ არის ამოხსნილი. და ბლუბი ერთადერთი უცნაური ხმა არ არის, რომელიც მარიანას ღრმულის მიმდებარედ დაფიქსირებულა. სხვა ხმებიც არსებობს, მაგალითად აფსვები, მონოტონური ბზუილი, რომელიც სეზონურად ძლიერდება. ან ჩულიას ხმა, გრძელი ექო, რომელიც თითქოს ცოცხალი არსებების ხმას წააგავს.
მათ უკვე რამდენჯერმე ჩაწერეს ეს ხმა, თუმცა არც ერთი არ ემთხვევა ცნობილ გეოლოგიურ ან ბიოლოგიურ მოვლენებს. მარსზე უკვე გვაქვს სონარით შესწავლილი ზედაპირი, ვიდრე დედამიწის ოკეანეების ფსკერი, თუმცა ჩვენს ყურს ღრმა წყლებში ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია ამ ხმების ამოსახსნელად. ის მარტივია და იშვიათად გამოიყენება. და აი რაც ყველაზე დამაფიქრებელია. ზოგიერთი ეს უცნაური ხმა მოდის ჩელენჯერის ხმულის მახლობლად, ისეთ ადგილებში, სადაც კამერა არც ერთხელ არ ჩასულა. ეს შეიძლება იყოს წნევით გამოწვეული კლის ჩამოშლა, უცნობი ზღვის მოძრაობები, ან იქნებ სიცოცხლის ნიშნები, რომლებიც ცნობილ ბიოლოგიურ საზღვრებსაც კი სცდება. როდესაც მეცნიერებს სურთ შეისწავლონ უცხო და უკიდურესი გარემო პირობები, ისინი პირველ რიგში არ უყურებენ ვარსკვლავებს, ისინი მარიანას ღრმულს აგვირდებიან. მიზეზი მარტივია. იქ არსებული გარემო ძალიან გავს იმ მდგომარეობას, რაც მზის სისტემის ყინულით დაფარულ მთვარეებზე გვხვდება. მოდით ვნახოთ იუპიტერის თანამგზავრი, ევროპა. მას აქვს სქელი ყინულის ფენა და მის ქვეშ თხევადი ოკეანეა, რომელიც თბება შიდა წნევისა და მოძრაობის შედეგად. ეს ძალიან გავს დედამიწის ჰადავლურ ზონებს, ღრმა ზღვის ადგილებს, სადაც სიცოცხლე მზის გარეშე წნევისა და ქიმიური რეაქციების მეშვეობით იმართება. სწორედ ამიტომ NASA და ESA ღრმულში მცხოვრებ ორგანიზმებს იყენებენ როგორც მოდელს იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა სამყაროში. უფრო მეტიც, ღრმაწყლოვანი მიკრობებისგან მიღებული ცილები და ენიზმები უკვე იტესტება ისეთ ლაბორატორიულ პირობებში, რომლებიც კოსმოსურ გარემოს გავს. ისინი მდგრადიან, ძლიერ გამოსხივებადი და დაბალენერგოვანი. თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებოდა დედამიწის ფარგლებს გარეთ სიცოცხლის არსებობისთვის. ზოგიერთი ბაქტერია მარიანას ხმულიდან იმდენად გამძლეა, რომ ტოქსიკურ გარემოშიც კი შეიძლება იცხოვროს. ისინი იკვებებიან წყალბადისა და გოგირდის ნაერთებით. ისეთივე ქიმიკატებით, როგორებიც შესაძლოა გვხვდებოდეს მარსზე ან სატურნის თანამგზავრ ენცელადზე. როდესაც ჯეიმს კამერონი ჩავიდა ჩელენჯერ ღმულში, თქვა, ეს დედამიწაზე ყველაზე უცხო ადგილია და მართალიც იყო. იქ ფერები, არსებები და ქიმიური გარემო სრულიად განსხვავდება ზედაპირისგან. ცხოველებიც კი სხვანაირად მოძრაობენ, ნელა, რბილად, ხშირად ცვლების გარეშე. ღრმულის არსებები არამხოლოდ გვაფიქრებენ, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა სამყაროში სიცხლე, არამედ გვაჩვენებენ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის. გამჭვირვალე სხეულებით, რბილის სტრუქტურით, ენერგიის ეფექტური მოხმარებით და მზისგან დამოუკიდებლად. ყოველი კვლევა მარიანას ღრმულში თითქოს მცირე ფანჯარას ხსნის სხვა სამყაროთა სიცოცხლის შესაძლებლობებისკენ. შეიძლება პასუხები სიცოცხლეზე დედამიწის ფარგლებს გარეთ ჩვენსვე ოკეანეში იმალება. 2012 წელს კამერონმა მოიხმარა სპეციალური წყალქვეშა აპარატი, სახელად Deep Sea Challenger. ვერტიკალური ტორპედოს მსგავსი კაფსულა, რომელიც შექმნეს სპეციალურად, რომ გაეძლო 1000 ჯერ უფრო ძლიერ წნევას, ვიდრე ზედაპირზეა. მისი კაბინა მხოლოდ 109 სანტიმეტრის სიგრძის იყო. საკმარისი, რომ კამერონის შიგნით მჭიდროდ დამჯდარიყო. ჩაძიროს დაახლოებით 2.5 საათი დასჭირდა. ზღვის ფსკერზე კი მან 3 საათი გაატარა. იღებდა 3 ვიდეოს და აგროვებდა ნიმუშებს. რამაც ყველაზე მეტად გააუცა იყო არა მხოლოდ უცხო ლანდშაფტი, არამედ სრული სიჩუმე და სიმშვიდე. ზღვის ფსკერი იყო ბრტყელი და დაფარული, ძალიან რბილი, ფხვნილივით თხელი ნალექი. ერთ-ერთი ხმა, რაც ესმოდა, იყო აპარატის რბილი ჭრაჭუნე. კამერონის ჯგუფმა ზღვის ფსკერიდან გამოიტანა უნიკალური მიკრობების ნიმუშები. ზოგი მათგანი ისეთ პირობებშიც კი ინარჩუნებდა სიცოცხლის ნიშნებს, სადაც ჩვეულებრივ ცილები იშლება ხოლმე. მათ ასევე შენიშნეს აქამდე უცნობი არსებები, უჩვეულო ზღვის კიტრები და კრაზანის მაგვარი ქმნილებები, თუმცა პრობლემებიც იყო. მექანიკური ხელი გაიჭედა. განათება დროებით ჩაქრა და ზემოთ ამოსვლისას აპარატის ერთი ნაწილი, ვერტიკალური სტაბილიზატორი მოწყდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად საშიში და მკაცრი გარემოა ქვევით. თვით ყველაზე განვითარებული ტექნიკაც კი ძლივს უძლებს ასეთ პირობებს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს მისია ისტორიული იყო. კამერონამდე მხოლოდ 2 ადამიანი იყო ჩასული ჩელენჯერის ღრმულში, ისიც 1960 წელს. წარმოიდგინეთ წნევა ისეთი ძლიერი, რომელიც სქელ ფოლადს ადვილად აკუცმაცებს, როგორც ქილას. ზუსტად ეს ხდება მარიანას ღრმულში. 10900 მეტრზე მეტ სიღრმეში წყლის წნევა 1100 ბარს აჭარბებს. ეს ისეთივეა, როგორც მთლიანი კორპუსის სიმძიმე შენ სხეულზე. შედარებისთვის, ბირთვული წყალქვეშა ნავები მაქსიმუმ 300-დან 600 მეტრამდე ჩადიან. ამ ზღვარს რომ გადააჭარბონ, კორპუსი გამრუდდება. კიდევ უფრო ქვემოთ კი ფოლადი პირდაპირ იშლება და ერთიანად იკეცება. ჩელენჯერის ღრმულში წნევა იმდენად დიდია, რომ მხოლოდ სპეციალურად დაპროექტებულ აპარატებს, ტიტანის ან სხვა უძლიერესი მასალებისგან დამზადებულ აპარატებს შეუძლიათ იქ ჩასვლა. მათ აწყობენ ისე, თითქოს კოსმოსურ ხომალდს აშენებენ. ყველა დეტალი, ჭანჭიკი და ნაკერი საკულტაგულოდ უნდა იყოს დაცული, რათა სტრუქტურა არ დაიშალოს.
წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი აქ უეცრად გაჩნდა, ყოველგვარი დაცვის გარეშე. ის არ დაიხჩობა. მას წნევა მყისიერად მილიწამებში გასრეს. ფილტვებიც კი ვერ მოასწრებს წყლის ჩასუნთქვას. სიკვდილი იქნება მყისიერი და სხეული უბრალოდ განადგურდება. ეს გიგანტური წნევა არა მხოლოდ ადამიანზე მოქმედებს, ის თავად ზღვის ფსკერსაც აყალიბებს. ტალახი და ქვები იმდენად მჭიდროდ იჭრიტება ერთმანეთზე, რომ წარმოიქმნება უჩვეულოდ მკვრივი შრეები, რომელსაც გეოლოგები აქცრესიულ პრიზმებს უწოდებენ. ასეთ წნევაში ქვების კი სხვანაირი სიმკვრივისაა. მეტალები იბრიცება და ქიმიური რეაქციებიც იცვლება. ამიტომაც ღრმა ოკეანის შესწავლა მხოლოდ სიღრმეში ჩასვლა არ არის. ეს ასევე მასალების გამოცდა. ახალ შენადნობებს, წებოსა და პოლიმერებს ამტკიცებენ ღრმა წყალქვეშა მისიებისთვის. ამ ტექნოლოგიების ნაწილი მერე კოსმოსურ ხომალდებშიც გამოიყენება, ამდაც წნევა მდგრად სამედიცინო მოწყობილობებში. ასეთი წარმოუდგენელი წნევა ადამიანს აიძულებს ახალი გონევრული ტექნოლოგიების შექმნას. მსოფლიოს სიღრმეში გადარჩენა არ ნიშნავს ძალას, ეს ნიშნავს თითქმის სრულყოფილ ინჟინერიას. 2018 წელს იაპონელმა მკვლევარებმა ღრმაწკლოვანი აპარატით მარიანას ღრმულში სავალალო აღმოჩენა გააკეთეს. პლასტმასის ცელოფანი ზღვის ფსკერზე, თითქმის 11,000 მეტრის სიღრმეში. ეს იყო ყველაზე ღრმად აღმოჩენილი პლასტმასის ნარჩენი ისტორიაში, მაგრამ ეს მხოლოდ ცელოფანი არ იყო. ეს იყო გაფრთხილება. მეცნიერებმა იქვე ღრმაწკლოვან ცხოველებში ამფიბიების მუცელში მიკროპლასტმასიც იპოვეს. ეს არის უმცირესი ნაწილაკი, 5 მმ-ზე მცირე ზომის, რომელიც საერთოდ არ იშლება. ისინი უბრალოდ უფრო პატარა ნაწილებად იშლება და ზღვის საკვებ ჯაჭვში ხვდება ყველაზე ღრმა დონიდან. მაგრამ როგორ ჩადის პლასტმასი ამ სიღრმემდე? ეს ხდება ზღვის თოვლის გზით. ეს არის პლანქტონის მკვდარი ნაწილაკების ორგანული მტვერისა და ადამიანების ნარჩენების მუდმივი ცვენა ზღვის ფსკერისკენ. დროთა განმავლობაში ეს ზღვის თოვლი ზღვის ფსკერზე ჩამოიტანს ყველაფერს, თევზის ვლებს, ქსოვილის ბოჭკოებს და ქიმიკატებით სავსე მტვრიან ნაწილაკებს. პლანეტის ყველაზე ხელშეუხებელ ადგილებშიც კი, მაგრამ ყველაზე შემოშფოთებელი ის არის, რომ მარიანას ღრმული ამ ნარჩენებს ინახავს. ფსკერზე სიცივე, მსივნელი და მაღალი წნევა ბაქტერიების მუშაობას ანელებს, ამიტომ პლასტმასი არ იშლება. შეიძლება ბოთლი, რომელიც გემიდან ჩავარდა საუკუნეების შემდეგაც კი ხელშეუხებლად იდოს ზღვის წიაღში. საუბარი მხოლოდ სილამაზის გაფრჩებაზე არ არის. მიკროპლასტმასი ატარებს საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მაგალითად პოლიქლორირებულ ბიფენილებს და მძიმე მეტალებს. ეს შხამი პლასტმასის ზედაპირზე გროვდება და ღრმაწკლოვანი ცხოველები მას ჭამენ. დროთა განმავლობაში ეს ტოქსინები შეიძლება მთელ საკვებ ჯაჭვს მოედოს, მათ შორის იმ თევზსაც, რომელსაც ადამიანები ჭამენ. მარიანას ღრმული ოდესღაც ერთ-ერთ ბოლო ხელშეუხებელ ველურ გარემოდ ითვლებოდა დედამიწაზე. ახლა კი პლასტმასი იქაც გვახსენებს, როგორ უყურადღებოდ ვექცევით ბუნებას. ჩვენ მხოლოდ ოკეანე არ შეგვისწავლია, ფსკერამდე მივიტანეთ ნარჩენები. მარიანას ღრმულის ქვეშ სასარგებლო მინერალებია: კობალტი, ნიკელი, მაგნიუმი და იშვიათი თონები, რომლებიც საჭიროა სმარტფონების, ელექტრომობილების, მზის პანელებისა და ელემენტებისთვის. ზოგისთვის ეს ნამდვილი საგანძურია, სხვებისთვის საშიში ზღვარის გადალახვა. დღეს ბევრი კომპანია ცდილობს ღრმაწკლოვანი რესურსების მოპოვების დაწყებას მარიანას ღრმულის სიახლოვეს, კლარიონ კლიპერტონის ზონაში. ისინი გეგმავენ, რომ წყალქვეშა რობოტები ფსკერზე იმოძრავებენ და შეაგროვებენ ეგრეთ წოდებულ პოლიმეტალურ კვანძებს. ეს ბოსტნეული ზომის ქვის ნატეხებია, რომლებიც მილიონობით წელიწადში ყალიბდება. მოპოვებისას ისინი მილებით ამოიტანენ ზედაპირზე, მაგრამ ეს პროცესი საზიანოა. მას ფსკერიდან მტვერიც და ჭუჭყიც ამოაქვს, რომელიც კილომეტრების მანძილზე ვრცელდება და აზიანებს იქ არსებულ ეკოსისტემას და ბინადრებს. ასევე ირღვევა იმ იშვიათი არსებების ჰაბიტატი, რომელიც მხოლოდ ამ ღრმა გარემოში ცხოვრობენ. მეტიც, ეს ქმედება ქმნის ხმაურს წყალქვეშ, რაც აბნევს ცხოველს, რომლებიც დაბალი სიხშირის ბგერებით ნადირობენ ან ორიენტირდებიან სივრცეში. ზოგი ფიქრობს, რომ ღრმა ოკეანის მოპოვება ძალიან დიდი რისკია, იმიტომ რომ ამ ეკოსისტემას ჯერ კიდევ თითქმის არ ვიცნობთ, მაგრამ სხვები ამტკიცებენ, რომ ეს რესურსები საჭიროა იმისთვის, რომ გადავიდეთ მწვანე ტექნოლოგიებზე და თავი დავაღწიოთ ნავთობისა და ქვანახშირის გამოყენებას. სევდიანი ირონია, ზედაპირის გადასარჩენად შეიძლება ღრმული შევწიროთ. გერმანიამ, საფრანგეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მოითხოვა მოპოვების დროებითი შეჩერება. სანამ სრულიად არ გავიგებთ, რა ზიანი შეუძლია მიაყენოს ამან წყალქვეშა ეკოსისტემას, მაგრამ სხვები უკვე წინ მიდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ფსკერზე მილიარდობით დოლარის ღირებულების მეტალია. მართალია, მარიანას ღრმული მართლაც ინახავს ფასეულ რესურსებს, მაგრამ მთავარი კითხვა რჩება: ღირს კი ეკონომიკური მოგება იმასთან შედარებით, რასაც ვკარგავთ. მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბიოლოგიური ისტორია შეიძლება ერთი ქმედებით გავანადგუროთ. მოპოვებამ შეიძლება მოგვანიჭოს ენერგია, ან გაანადგუროს უძველესი სიცოცხლე.